არსებობს ისეთი თვალისწვეთები, რომლებიც ათასობით ადამიანს სრულიად ჩაუნაცვლა საკითხავი სათვალე. პრეპარატი სახელად ვუითი ოფიციალურად დამტკიცებულია ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ. ვუითი გამოიყენება დღეში ერთხელ, თითო წვეთი თითო თვალში. მოქმედებას ჩაწვეთებიდან დაახლოებით 15 წუთში იწყებს და მისი ეფექტი საშუალოდ 6-დან 10 საათამდე გრძელდება. ეს განკუთვნილია ყველა პაციენტისთვის 40-დან 55 წლამდე, ვისაც პრესბიოპია აქვს, ანუ ახლოს ხედვა უჭირს. ეს მხოლოდ კითხვის პრობლემა არ არის, ეს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობებია. საჭმლის დანახვა, თეფშზე მაკიაჟის გაკეთება დილით ან მენიუს წაკითხვა. ვუითი თვალის გუგას ავიწროვებს, რაც ფოკუსის სიღრმეს ზრდის და აუმჯობესებს ახლო და საშუალო მანძილზე ხედვას. პრეპარატმა გაიარა ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები, რომელშიც მონაწილეობდა 750-ზე მეტი პაციენტი. მონაწილეთა დიდმა ნაწილმა შეძლო წვრილი ტექსტის კითხვა სათვალის გარეშე. დილით ვიწვეთებდი თითო წვეთს თითო თვალში. შევამჩნიე მაშინვე, რომ აღარ მჭირდებოდა სათვალის გამოყენება. განსაკუთრებით კომპიუტერთან მუშაობის დროს, სადაც ყოველთვის მიწევდა მისი ატანა. ეს მიქაელა ბენთჰაუსია, პირველი ეტლით მოსარგებლე ქალი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მან კოსმოსის ცნობილი საზღვარი, კარმანის ხაზი, რომელიც ზღვის დონიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, 5 სხვა ადამიანთან ერთად გადაკვეთა. ფრენა ბლუ ორიგინის ნიუ შეფერდის კაფსულით განხორციელდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს 33 წლის გერმანელი აერონავტიკისა და მექატრონიკის ინჟინერი მიქაელა ბენთჰაუსი მთელი ცხოვრება კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა. 2018 წელს მან სიარულის უნარი სამთო ველოსპორტის ინციდენტის შედეგად დაკარგა, მაგრამ პროფესია არ მიუტოვებია. ფიქრობ, რომ ოცნებები არასდროს უნდა დათმო, მაგრამ ამის ახდენის ძალიან მცირე შანსი იყო. უბრალოდ ძალიან იღბლიანი ვარ და მადლიერი ყველასი, ვინცა მოგზაურობას დათანხმდა. ეს გალაპაგოსის რეილია, ჩიტი, რომელიც კუნძულ ფლორიანაზე 2 საუკუნე არ გამოჩენილად 2025 წელს ისევ გამოჩნდა. გალაპაგოსის რეილი 200 წლის წინ დარვინმა აღწერა და პირად კოლექციაში შეიტანა. მას შემდეგ ამ კუნძულზე ფრინველის ყველანაირი კვალი გაქრა. ფლორიანა ინვაზიური მტაცებლებისგან, ვირთხებისა და ველური კატებისგან ხელოვნურად გაწმინდას და თანდათან ბუნებრივმა ფლორამ აღდგენა დაიწყო. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ მიზანმიმართულად ვეძებდით ამ სახეობას, ხმარობდით ხმოვან ჩანაწერებს, თუმცა არასდროს მიგვიღია არც ერთი დადასტურებული ცნობა. ამიტომ მისი დანახვა და მოსმენა უდიდესი სიურპრიზი და სიხარული იყო მთელი გუნდისთვის. ახლა დარვინის ცენტრის მკვლევრებმა უნდა დაადგინონ გალაპაგოსის რეილი ფლორიანაზე სხვა კუნძულიდან გადმოფრინდა, თუ ეს სახეობა აქედან არც არასდროს გადაშენებულა. ლაბრადორ ფენიქსისთვის ახალი წელი არც ისე სახარბიელოდ დაიწყო. წლის პირველი სეირნობისას ის გაყინულ ტბაში ჩავარდა. 5 წლის ლაბრადორი ყინულში გაიჭედა და აღარ მოძრაობდა, სანამ მის საშუალად მისული მის კუამიკუტის შტატის მეხანძრე არ მიუახლოვდა. ფენიქსი ყინულიდან უბნებლად ამოიყვანეს, ის თავს კარგად გრძნობს.